როგორც კობა ხაბაზი აცხადებს, რომელსაც სავარაუდოდ ფიზიკური შეურაცხყოფისგან დაზიანებები აქვს სახეზე, დაახლოებით 1 საათის წინ თავისუფალი ზონის ოფისში მოვიდნენ თავისუფალი თაობის წევრები და მათთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოუვიდათ. როგორც კობა ხაბაზი და ასევე სხვა ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ ფაქტს შეესწრნენ, ჩვენთან საუბარში აცხადებენ, თავისუფალი თაობის წარმომადგენლები მათი განმარტებით იყვნენ ხელკეტებით შეიარაღებულები. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მათივე ინფორმაციით უშუალოდ თავისუფალი ზონის ოფისში, სადაც დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ჩვენ ამის ამსახველ კადრებსაც გთავაზობთ, ასევე საკმაოდ ბევრი სისხლის კვალი შეინიშნება ოფისში და ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ჩვენ გთავაზობთ ამჯერად მხოლოდ თავისუფალი ზონის წევრების კომენტარებს და ასევე საპარლამენტო უმცირესობის ნუგზარ ციკლაურის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტს. ასევე რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია დაზიანებები, ფიზიკური დაზიანებები, გარდა თავისუფალი ზონის წევრებისა, აქვთ თავისუფალი თაობის წევრებსაც, რომლებიც ამ დროისთვის სამართალდამცველებს გადაყვანილი ყავთ დაკითხვაზე ვაკის საბურთალოს პოლიციაში. შენ ხარ პუტუცი და ეს ადამიანები არასრულებენ თავის ფუნქციამოვალეობას. ეხლა შენ უნდა დაგაკავონ და მიგცენ პასუხისგებაში, მაგრამ სად არის? არავინ, სამწუხაროდ. მე ვიყავი, როდესაც დააკავეს დათო გოგოხია, ამ ადამიანს აქვს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები. ესე იგი, როგორც თვითონ აცხადებს, დაკავების შემდეგ მიაყენეს მას ეს ფიზიკური შეურაცხყოფები. ქონდა ეს ინფორმაცია თავდასხმაზე, შეიკრიბა აქ და მათგან იყო მოწოდება დარბევაზე, ანგარიშსწორებაზე, ეს გრძელდება უკვე დღეების განმავლობაში. ჩვენ დაურეკეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მივმართეთ რომ მოსულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ თუ რა ხდებოდა აქ. ჩვენ დაურეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გავაფრთხილეთ რომ ისინი აპირებდნენ თავდასხმას თავისუფალი ზონის ოფისზე, სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისცა საშუალება ივანიშვილ ღარიბაშვილის ტიტუშკებს, რომ შემოჭრილი იყვნენ ოფისში, ხელკეტებით შეიარაღებული, მოეწყოთ აქ დებოში, მაგრამ ჩვენგან თავისუფალი ზონისგან მიიღეს ადეკვატური პასუხი. ჩემი ცხოვრება არასდროს იარაღი არ მიტარებია, არასდროს არ ვატარებ იარაღს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მუშტით უკეთესად გაუსწორდები ტრისტან წითელაშვილისთანაც სამშობლოს გამყიდველებს. თავისუფალ ზონასა და რაღაც ადამიანებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, ჩვენ მოვედით აქ, იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი საფრთხე თავდასხმის. ჩემს თვალწინ თავისუფალი ზონის წევრებმა დარეკეს პოლიციაში და მათ უთხრეს, რომ მათ ოფისთან მობილიზებულია დაახლოებით 50 ადამიანი და შესაძლებელია მოხდეს ძალიან მძიმე პროვოკაცია. მიუხედავად ამისა, მთელი 40 წუთის განმავლობაში პოლიცია არ მოვიდა და არამც თუ არ მოვიდა, დაუბრკოლებლად გამოატარეს ეს ადამიანები, შეიარაღებული ხელჯოხები და სხვა იარაღებით დაუბრკოლებლად გამოატარეს თავისუფალი ზონის ოფისისკენ. ეს იყო პირდაპირ თავდასხმა, რასაც მოყვა ხელჩართული ჭხუბი. როგორც თავისუფალი თაობის წარმომადგენლები აცხადებენ, თავისუფალი ზონის წევრები მათ შეიარაღებული დახვდათ როგორც ხელკეტებით, ასევე ცივი იარაღით. მე ვეთქვი მაყურებელს, რომ უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თავისუფალი ზონის ოფისში შენობის მესამე სართულზე. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით ბოლო მომენტში განვითარებულ მოვლენებზე მათ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით დაკავებულია თავისუფალი ზონის წევრი ფარნაო ჭკადუა, რომელიც და ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე დააკავეს სამართალდამცველებმა. ეს კონკრეტული შემთხვევა მოხდა დაახლოებით 3 საათის წინ.